გქონდათ სკოლებული სკამი, თქვენი კოლორიტული ფიგურა. Era bir biçam zeytoni. Alın hocam. Şimo gövle kal. Чем озურგეთელებო წარდგენ არ ჭირდება ბატონ ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბატონ რობერტ სურუარი. ვინც მოყარეს არ ეძე? გესები დადეულადო. იგი თავისამ წერიაო, აი ეს აქ ამ გვირგვინად აი ამ ადგილს. Ara, sevdiğiniz arkadaşlar. Şurada beraber bir söz var. Hocam sarıgın kafası gibi. Ama şöyle olmak istiyorum kavga ediyoruz. Oradan da bir. Hemen tabii. Oraya gel. Abi koymadı falan. Xasiyatı, როგორ ხასიათზე ხარ? გურულებს ყოველთვის შველის მეთქიეთ რაღაცა უნდა კრიტიკული სიტუაცია გქონდეს. გურულებს იუმორი შველი. ეს რაღაც შემოგეჭრა. ძალიან ძემ. მე არ ჩვენ დიდემ ვიყავ. მომღიმარი გენიოსი უძოთ. მომღიმარი გენიოსი აი. ისი კალენდარი ყველა ოჯახია დღეს ზურგეთში. და რამდენი გამოსვლა გვაქვს ხალხთან, მეგობრებთან. მომღიმარი გენიოსი და მართლაც მე ხა თქვენი მე სტუმარი ვარ. დიდი ბედნიერება ამისადა რომი გრუპას. ზურგეთში. ეს არის დიდი ბედნიერება. ყველა. ბედნიერება ბადოჯობკოს. მერცხას დედა ჩემი გურულია იყო აუ ასე რომ მე მამია მალაზონია იყო ჩემი ახლოს მეგობარი და აქ გამიტარები ერთი თვე მამი სოხა ის მეგობარი ის და მამა აცოს მაგრამ ჩვენი საყვარლესი მემატიანი ოზურგეთისა. ეს მესვარ. პირველი თუ მეორე. ილისის მეორე. ილისის რუსთავის თეატრში სამი სპექტაკლი ილოს მაშობდა. ილოს შადრე გამაშობდა. ისევ იქ ვიყავით სცენაზე ვიდექი. ება. ხალხი იყო სამახსოვარი გამოსვლება. ეს არის თავად შეში აღარ. შეში არის გადახილი. აი თქვენი თუნდაც აქ შეკრებათ. თბილისი 27, ქუთაისი 10, ივნისი. ეს ყველაფერი არის უკვე ისტორიული დღეები. ასევე ისტორიული დღე იქნება აუცილებლად. ზუგდიდის 17 აუცილებლად იქნება 7 საათი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ ტერიტორიას არ გითმობენ, უკვე ეშინიათ. დიდ ტერიტორიების დათმობა. მიუხედავად ამისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მაინც გამონახავს ადგილს, აზადგეს, როგორ დადგეს და მოისმინოს ისაც ბატონი ბიძინა ეთქვის მათ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იცით, რასაც გეტყვით. გეტყვით იმას, რომ პირველ რიგში უნდა აღდგეს ის თავარი, პირველი თავისუფალი უნდა იყოს ადამიანი, კანონი უნდა იყოს აღდგენილი, ადამიანები შიშით არ შეიძლება ცხოვრობდნენ, შიშით სიკეთეს მივიდნენ. აი ახლა ბატონო რობიკოს ხო შეეკითხეთ, არა ის და პერიოდი. რა თქმა უნდა ის სისტემა უშლიდა, მაგრამ თავისუფლებას ვერ იკლავდნენ ბოლომდე და ის რუსულ სიტყვაზე ლასეიკას ყოველთვის ნახულობდნენ და პირიქით ხანდახან ახალისებდნენ კიდევაც ეს რაღაცას რომ
ვიღაც თავისუფლება ხალხის უნდა ეჩვენებინა, იმათაც კი უნდა ეჩვენებინა. სამწუხაროდ ჩვენო მთავრობამ ეს ვერ შეძლო, რომ ადამიანებისთვის მიეცა თავისუფლების შეგრძნების დრო და შეეშინდა თავისუფალი ადამიანი მე შეიძლება სულ გათავისუფლდეს და საერთოდ რაღაც სხვა პრობლემები შეექმნა. მაგრამ ვერ მოახერხა. საბედნიეროდ ვერ მოახერხა, იმიტომ რომ გამოვიდა ფინაივანის სცენა, რადგან არავინ არ ელოდნენ. ამიტომ არიან პანიკაში, ამიტომ არ დარბიან, რავი, სხვადასხვა აქტივისტები და ოზურგეთი რო დაინიშნა, ალბათ პრეზიდენტი გამოვარდა და ოზურგეთი ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ყველი ამნაირი. ჩამოსულიყო, არავინ არ არის საქართველოს პრეზიდენტს ყველგანი არ უნდა ყველა კაი საქმე გააკეთოს, მაგრამ უკვე სასარწყვილო დონეზე არის საავადმყოფოების გახსნა და მე იმას შევადარე, რა შევარდაზე მაკდონალდსი გახსნა მეთქი ერთი სიფრთხილი საერთოდ მე შეჭამაკითხება ჰამბურგერი და სააკაშვილი იმას ავიცისნის 15 ადგილიან საავადმყოფოებს რომ გეგონება რაღაცა მოხდა რა ქვია. გამართლობის მინისტრი აღარ აღავს ქვეყანას, არავინ არ ყავს ესე იგი რა, რაიონული დამგებელი ან რაიონული გუბერნატორი არავინ არ ყავს, მარტო პრეზიდენტია ქვეყანაში, მანულა ხსნას ყველაფერი. აქ არის სერიოზული პრობლემა. ამ პრობლემას მალე დაესწრო ზერგელი. მე მგონია რომ თქვენ ყველანი ამაზე ხართ. გაჭიროება რა თქმა უნდა არსებობს, მე დარწმუნებულია რომ ყველა კარგად უსმენთ და ყველა კარგად კითხულობთ რა არის თავარი მესეჯები, ცოტა ისე საზოგადო სიტყვას ზავნილებს მეთვალოთ ქართული სიტყვა. თავარი არის ის რომ საქართველოში მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობებია, ყველას კარგად ვესწრებთ პირველ ნოავდეს კანონიერება რა ვთქვით, უნდა აღდგეს სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის გარეშე ეს არის აგროკულტურული ქვეყანა. ღმერთმა დაგვანაკლა და ამას რატომღაც რაღაცა მიზეზების გამო, გლობალიზაციის გამო ეს არ ხდება საქართველოში. ან ამის ინტერესი არ არის, იმიტომ რომ რაც უფრო უკაცრავად ამ ტერმინსაც ვიქვით, დაჩმორებული იქნება შენიერი და დაელოდება რაღაცა 30 ლარიან ვაუჩერს, 20 ლარიან ვაუჩერს, უფრო ადვილად შეყოდება მონობის პერიოდში. მონობა საქართველოში არასდროს არ გაუმარჯვია და ვერც გაიმარჯვა. თავარი ეს აუცილებლად ის რაც ბატონობიძემ გამოაცხადა ქუთაისში არის ძალიან ნიშანდობლივი 1 მილიარდიანი ფონდი შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. ეს არის მთავარი ადამიანებამდე უნდა მივიდეს ყველაფერი რომ აღადგინო და აღარ მოხდეს რაც იყო საერთოდ გურიაში ჩაის მეურნეობა უნდა აღდგეს თუ არ უნდა აღდგეს. უნდა აღდგეს ფაქტია. მე პირადად სახში ვსვავ გადასარევი ჩაია. გურიელის ჩაი. გადასარევი ჩაი, რაც ჩემმა შვილმა შემთხვევით მიყიდა და დამახვედრა და რამის გავგეზი ქართული ჩაი როგორ დამახვედრა მეთქი, როგორ დამახვედრა სხვა ჩაი საზოგადოებრივ დაბრუნდა. მე გავსიჯერე კი, მაგრამ არც ერთი ჩაი არ ვარ გათურმე ქართული ყველაზე ჯობია. როგორ შეიძლება რომ ეს არ აღდგეს და ჩვენ არ მოვხდინოთ ამის ექსპორტირება, როგორც იყო დაუშვათ თავის დროზე სამწუხაროდ ცუდად იკრებოდა. დღეს ხო შეიძლება ამის ყველაფერს კარგად გაკეთდეს. აუცილებლად უნდა აღდგეს ეს მომენტი. მერე რაც ყველაზე მთავარია, ყველა ადამიანები დღეს გაჭირვებული არიან საქართველოში. არ ამგონია რომ თქვენ გიხილდეთ აქ ვიზიტანდებით უბრალოდობას ყოველ შემთხვევაში, ხო? ადამიანები არ შეიძლება გადაუდებელი ოპერაციები ეკითხებოდნენ რომ რამდენი გაქვთ ჯიბეში. არ შეიძლება. ეს არც ცივილური ქვეყანის ისა. მესამე კატეგორიის ქვეყნებშიც კი არ ხდება ესეთი რაღაც. ეს არის პრაქტიკულად ადამიანები გამცირული სიკვდილზე რაღაცა ავადმყოფობის გამო. მიწინაივანიშვილმა გამოაცხადა. ეს გექნებათ აბსოლუტურად ყველა სწორედ. ადამიანურად თქვა ვადორობიკო. თქვენ შეიძლება ერთმა მოგწეთ, იმიტომ რომ თქვენი ნიჭის გამო ეს გაგვდა გექნებათ. თქვენ შეიძლება სხვა პაკეტი გქონდეთ, ხო, სადაც ხო და თქვენ პირადად შეიძინოთ. ან ზურაზმა იფაროს უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს ხომ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შეძლებს ამას. და ვინც ვერ შეძლებს, იმას გადაუდებელი უნდა გქონდეს აბსოლუტურად ფასოდ დაფინანსებული. ეს არის პირველი თავარი გასაკეთებელი ქვეყანაში, რაც აუცილებლად გაკეთდება. და რაც თავარია, რა არის, იცით, ადამიანები ეთქობა მე ვამოვდი მაგას და აუცილებლად ვიმეორებ, რომ თავარი ამოთხის არის ეს თავრობაში რომ მოხდებიან, მე არის კამის ავადმყოფობა. რაც თავარია, ისეთი ადამიანი მოდის, რომელსაც ეს ავადმყოფობა არ ეკეთება. მე კიდევ ერთ დავუმატებ. სამწუხარო სიტყვა უნდა ვთქვა, ადამიანი მიწინაივანიშვილი დღეს აღარ იზომება მილიარდები. და დამერწმუნებით საქართველოში, რომ მისი სახელი უკვე აღარ არის დაკავშირებული მის მილიარდებთან. ეს არის თავარი მონოპოლარი მდევადელი დღის. იმიტომ რომ ადამიანს ესე შეიძლება ყველაფერი შეუძლია იყიდოს. და ის ადამიანი არც არაფერს არ იყიდეს და რაც თავარია ამ ქვეყანას არ გაკეთებს. თავარია გაგიო არ გაკეთებს. აი ეს არის გავით ჩვენი და ბატონო ეს არის სიტყვა. აი ისინი ცუდად ოზურგეთში. აი ამაზე
სამწუხაროდ ესეთი რაღაცებია წინ, მაგრამ 7 საათზე საღამოს 7 საათზე ყველას აბსოლუტურად გელოდებით, რომ მობრძანდეთ და ბატონ მიძინას გამოსვლა იქნება. აუცილებლად. ეს არის და თავარი 10 საათი არის. მაგიტომ არის მე რომ სამკაცრო გავარდილი მე მიქონდა ესე ავტომატურად საერთოდ რაც ახალგაზრდა კაცია მე ადამიანურად სააგაშვილის პრესიდენტი ახალგაზრდა კაცია მე შეიძლება თავისი ნიშანახო სამწუხაროდ ადამიანის პრობლემა გადარიერა უთხარ მოგესალმებით რომ მე კლასი ვერ გელაპარაკებთ იმიტომ რომ ქუთაისში არ მიდოდა წყალსვარო უთხარი მეგობრებს რომ მე არ გამოვიდა Когда параут, рай, таймоша. Да, გავიმეორო. აბსოლუტურად ნათქვამსო და ეს საქართველოს შეფის არის ქვეყანა ლაღი, თავისუფალი ხალხის ქვეყანა. და როცა ეს წარმოქმნეს გავლენებს, ჩემთვის ეს ძალიან მომგავდა გვანდას. მე მინდა რომ ჩვენ დავიბრუნოთ ის რაც მეთმა ვიბოძა ვიცით განვას სხვა ერებისაგან ჩვენმა პოეტების, აგვების, გლეხების ქვეყანა და მინდა რომ ეს ხალხი იყოს ბედნიერი, ლაღი და თავისუფალი და ამას მე ვაკეთებ უკვე ცდილობ როგორღაც მივაწვდით ადამიანებს ჩემი აზრი, რომელიც არ არის შეიძლება ორიგინალური უბრალოდ დავიწყებული აქვს და არ მინდა რაბახში ჩამითვალოთ მე პირველმა შევატყვე ის შიში რომელიც დაიბადა ჩემ საქართველოში და ეს იყო ჩემთვის მართლაც ესეთი მნიშვნელოვანი საშინელი მე რომ შიშის საჭიროა მე ჩემ სახიობთანაც ბევრს არ ვლაპარაკობ და მინდა რომ საქმე დავიბრუნდოთ ყველაფერი რაც აგვართვა რაღაცა ბოროტ მძალა ელენად იყავით ადამიანები და ეთიკეტა შეიძლება სარამ კითხოს დავუსვათ მომიტევით შეიძლება ბაზონორობები და ჩემო ძვირფასო სტუმრები ერთი უდიდესი პატივისცემით ერთი ამხატა ჩემი მეგობრების და უდიდებისას ძალიან სიმბოლურია თქვენი აქ მობრძანება და ზუსტად ამ ადგილზე სადაც ეს ადგილი ოზურგეთლებს ძალიან გვიყვარს გამოვხატოთ ძალიან წირი ჩვენი თანხმობით თქვენს პოზიციას თქვენს არა მარტო როგორც რეჟისორი ქართულ კაცურ პოზიციას და ჭადრების ბაღი გაიგივებული არის ეგრეთ წოდებული ჩვენს არასისტემთან ეს მართლა ეს ადგილი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი არის და ასევე საყვარლად და ადრესა შეიძლება შემდგომისთვის იყოს, შეიძლება. ერთი. წყალია ჩვენი ტრადიციული ძალიან ძველი ისტორია ამას როგორც აი ამ ჭადრების და სადაც თქვენ მოვძანდით. ამასაც სიმბოლური დახვითვა უნდა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩამოვძანდით. ვიყვარხარ ძალიან თქვენი პოზიციითაც, თქვენი გენიალური რეჟისორული აზროვნებითაც და რა ვიცი, როგორც ქართველი კაცი. წლიგზალებო ჩვენ განთქმით. მირთვით. იცოცხლეთ. თქვენ ძველი ჭადრების ბაღის ბინადარი მზანდებით, ასე რომ მიირთვით. მირთვით. Adam Georgis. Tili. Queen?
მომძამდეთ ქალბატონო ირინე, არის? მომძამდეთ. გესალმები. ჩვენი დიდი თაღვანი წემელი ვარ. აი ხარ დამდებოდეთ. და დარწმუნებული ვარ მთელი ოზურგეთია, მაგრამ არ იყო რაღაც დაანონსებული. ასეთი სტუმარი იშვიათადაა ოზურგეთში. Açı kaldı çeşmariteba. Haftan bir de uçuyor. Elemental ya ver. Sıkıntı da şey söylüyor. Orada bir kavga. Şiş. Ay ne diye yapıyoruz? Ne? Nasıl ya lan? Ne bir maçını ya. Adam benim böyle çemo politik maçı. Ne vas fasu. Fasu dedim de gera. Yine kaldı. Kaç nasıl sana feri ama. Alu, hayır. Ama kilo mas rame u. Mas ağırlı. Dedi, halkı dedi. Masa sıra imisi numarayı kamış. Ay mazıya la bari. Ara feri. Ne bunu? Vay, erti çöğülebilir. Amum çöğülebilir. Kaç. O bir de halktan öteye. Onu da sakın. Adı kakabası. Sakın. Orman çentede verirsen orada. Kamşiyanı başı takılıyor. Adam çeri. Adam kolu. Adam. Çemi asıl kod. Ölçüt komit. Şaklas adres. Kates obiske şey. Ay, modelo.